ქართული ოცნების კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ბრალდებული სტატუსი აქვს. პრემიერად ირაკლი კობახიძის წარდგენის შემდეგ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კორუფციის ბრალდებით ექს-მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის გარდა ბრალი აქვს წარდგენილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომელსაც ცოტა ხნის წინ სასამართლომ გირაო შეუფარდა. მმართველი გუნდი კორუფციის წინააღმდეგ გამკაცრებულ პოლიტიკას მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაამოცანა დაცხადებს, თუმცა სხვა ვერსია აქვთ ოპონენტებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მიმდინარე დაკავებები და ბოლო პერიოდში აღძრული სისხლის სამართლის რეზონანსული საქმეები შიდა კლანური დაპირისპირების შედეგია. რა გამოხმაურება მოჰყვა სუსის ყოფილი ხელმძღვანელის დაპატიმრებას? ანა ბროლაძე მოისმინა დღეს პოლიტიკური შეფასებები. ანა. ისევე როგორც ყველა საქმესთან დაკავშირებით, ამ საქმესთან მიმართებაშიც მოვისმინეთ განსხვავებული პოლიტიკური გზავნილები. ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ეს არის გამოძახილი ფაქტებისა, რასაც ისინი წლების განმავლობაში ამახვილებდნენ ყურადღებას, როდესაც საუბრობდნენ სისტემურ კორუფციაზე, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არსებობდა. ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მათთვის ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, როგორც საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული, ოპოზიციისთვის ეს არის შიდა კლანური დაპირისპირების მორიგი გამოხატულება, რომელიც ამ შემთხვევაში ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ილუაშვილს. მმართველი გუნდი კი ამბობს და მათ შორის მაგალითად დღეს მოვისმინეთ თბილისის მერის კახი კალაძის პოზიცია, რომლის დაქვემდებარებული უწყების ერთ-ერთი სიპის ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომელსაც ადანაშაულებენ გრიგოლ ილუაშვილთან ერთად გარკვეული კორუფციული სქემის შექმნაში. კახი კალაძე ამბობს, რომ ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია ბევრს ვერ ისაუბრებს, თუმცა მმართველი გუნდი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები შეურიგებლები არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან და ბრძოლის პროცესში ისინი მათ შორის თვალს არ ხუჭავენ იმ თანაგუნდელებთან დაკავშირებით, რომლებიც წლების განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. წლების განმავლობაში გრიგოლ ილუაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი იყო მთავარი დასაყრდენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის. ბიძინა ივანიშვილის სახელით ისინი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და თუ ვინმე უნდა მიუჯდეს გრიგოლ ილუაშვილის გვერდით, არის ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მან გაძარცვა ქართველი ხალხი, ის არის პასუხისმგებელი ამ სისტემურ კორუფციაზე, სისტემური კორუფციის შექმნაზე და არ არის შორს ის დრო, როდესაც მას მოუწევს გამოძიებისთვის, დამოუკიდებელი გამოძიებისთვის პასუხის გაცემა. არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი დახატვაც სურს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ეს არის კლანური დაპირისპირება და კლანებს შორის ბრძოლა. მეორე მხრივ ის ყურადღება უნდა მივაქციოს იმ ფაქტს, რომ გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში კორუფცია იყო რუსულ რეჟიმში ამ შემთხვევაში და ქართულ ოცნებაში მოდებული თავიდან ბოლომდე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პრემიერ-მინისტრი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, სრულიად ქართული ოცნება ყოფილა წლების განმავლობაში კორუფციაში ჩაფლული. მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის პირველ რიგში? სამართლებრივი ცალკეა, რასაც ობიექტური გამოძიება ჭირდება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის? არაფერი საერთო ამას არ აქვს კორუფციასთან ბრძოლას, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი ფულის გამო, ბიტკოინების გამო ნებისმიერ ადამიანს სვავს ციხეში და არავინ არ არის დაცული ამ პროცესში. არც ისინი, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ და ყველაფერზე მზად იყვნენ რეჟიმისთვის, შესაბამისად ამას საერთო არაფერი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კლანური გადანაწილებები, კლანური გარჩევები, რომლის დროსაც ხალხისგან მოპარულ ფულს ინაწილებენ ოცნების რიგებში. მივესალმებით ზოგადად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი მიმართულება. ზოგადად მთელ მსოფლიოში გამოწვევა არის და რა თქმა უნდა სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, შესაბამისი მოქმედებები მოხდეს. ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი უწყებები არ ერიდებიან პოლიტიკურ პოზიციებს, თანამდებობებს და ასე შემდეგ, ადასტურებს იმას, რომ დამოკიდებულება არის სერიოზული და როდესაც საუბრობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას გულისხმობთ კიდეც. რადიკალური ოპოზიციის მედიაც კი შერჩევით გაჩვენებას აწარმოებდა და შეკრული იყო სხვა ჯგუფებთან, როდესაც თავად რადიკალური ოპოზიცია ვერ ასრულებს რაღაც იმ როლს, რასაც ქვია რეალური ოპონირება, მნიშვნელოვანია რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული, ჩახედოს, იყოს ძალიან
კონცენტრირებული იმაზე, რომ რაიმე მანკიერი გამოვლენა გონიშნებით დაიწყოს. გრიგოლ ლილუაშვილი არ არის ქართული ოცნების პირველი მაღალჩინოსანი ყოფილი, რომელსაც ბრალი წაუყენა საგამოძიებო უწყებამ. ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გაფართოვდება თუ არა წრედა ჩამონათვალი. საინტერესოა, როგორი იქნება ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებების რეაგირება და შემდგომი ნაბიჯები. დღეს გენერალური პროკურორისგან მოვისმინეთ, რომ მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ სხვა დანაშაულებებთან და ამ დანაშაულებებთან კავშირში მყოფ პირთა დასადგენად მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებაში, პროკურატურაში, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით ახლა უკვე საგამოძიებო უწყებას აქვს 24 საათიანი ვადა იმისთვის, რომ სასამართლოს მიმართოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, რასაც პატიმრობას ითხოვს ამ შემთხვევაში პროკურატურა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მადლობა ანა ბროლაძემ გაგვეცნო ის პოლიტიკური გამოხმაურება, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას მოჰყვა.